მოკლედ მეგობრებო, გადავწყვიტეთ ვლოგების გადაღება. Ჩვენი პირველი ვლოგის თემაზე ფიქრობდით, რაზე გადაღვეღო და ბევრი ცოტა ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ პირველი ვლოგის თემა ყოფილიყო ჩვენი მანქანები. ანუ ალტეზები. ზოგადად ეს თემა ბევრ ალტეზას ფლობელს აწუხებს და ამიტომ ჩვენი პირველი ვლოგის თემა იქნება ალტეზეს დროსელის და კოლექტორის გაწმენდა. წავედით. Hold up. How deep can we go? 'Cause you're pulling me straight down.
ეს მოხსენით დროსელი და კოლექტორი. ნუ მე რა თქმა უნდა პროფესიონალი არ ვარ და რაღაც შეცდომები მექნებოდა. მოკლედ შემოგთავაზებთ ახლა გაწმენდის ერთ-ერთ ხერხს. ჩემებს რა თქმა უნდა. ეს არის ბენზინი. ნუ აბროთით შეიძლება რა ვიცი, სხვადასხვა ხერხია. უბრალოდ ამ შემთხვევაში ბენზინით უწმენდა. ეგრე გვირჩიეს. ბენზინში დასრულებული ტილო. ნუ ახლა ეს ისეთი ჭუჭყიანი არ არის, რომ რაღაც საგან გაშო, მაგრამ მაინც მოკლედ როგორც ხედავთ, სუფთაა, დროსელი, როგორც ესე ისევ ესე, ანუ ამაზე მეტად არ გასუფთავდება მაინც. რაც შეეხება კოლექტორს, ვისაც პატარა ხელი გაქვთ, შეგიძლიათ აქედან შეყოთ და გამოწმინდოთ ტილოთი. მაგრამ მე ახლა მაგალითად არ ეტევა ჩემი ხელი და ფიზიკურად ვერ გავწმენდა. ნუ მე მაინც ვეცდები, მაგრამ ნახოთ. სანამ დროსელი და კოლექტორი გაშლება გადავწყვიტეთ VVTi დაჩიკებით მოხსნათ და დავწმინოთ ბენზინში. ნუ ასე გვირჩიეს ახაც ხოდი არ მოგწონს რა მანქანის და გადავწყვიტეთ დავწმინოთ. ნუ შეიძლება ამის დაწმინდა ბენზინს არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ვწდით მაინც. სანამ VVTi დაჩიკები გაშლება, ამას დავაყენებ, იმიტომ რომ უკვე გაშრა ფაქტია. კოლექტორი დაყენებულია თითქმის, მორჩა უკვე ბოლტები დაჭერილი, ახლა ვიწყებთ დროსელის დაყენებას.
ვეველტეი დაჩქები გაშრეს ცოტა და ისიც დავაყენოთ და რაც თავარია პირველ რიგში უნდა ვიდეოს დაწყებაში უნდა გვეთქვა, მაგრამ ახლა გეტყვით რომ აკუმულატორი გამორთეთ სანამ დაიწყებთ რამეს გაკეთებას. მოკლედ გაშრა ჩვენი VVT-i დაჩიკებიც და ახლა მივაყენებ ამასაც. აი დავგვიქით მანქანა, ფარები ჩართული გვაქვს, ფეჩი ჩართული გვაქვს, მაგრამ ტოპონი არ გვაქვს ჩართული, მაგრამ არ აღუშავს. მოკლედ ველოდებით წლის ნორმაზე აწევას. ნუ თავაბაროთ ცოტა მაღლა უჭირავს, არა თამაშებს არაფერი, მაგრამ მაინც დაველოდოთ წლის ნორმაზე აწევას. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი vlog-ი დასრულებულია. მინდა სასარგებლო ინფორმაცია იქნება ეს თქვენთვის, ნუ განსაკუთრებით ალდეზას ძღოლებისთვის. მანქანაზე დაახლოებით იგივე პროცედურები არის, მაგრამ თუ ელექტროდროსელია, მაინც თქვენ დაშლას მოეცდებით, რადგან შეიძლება ჰაიგიოს ან ჩემანტოს. მოკლედ შეხვედრამდე.